ზოგიერთი ახალი კვლევის მიხედვით, სწორედ 400,000 წელიწადს უნდა გაძლოს კაცობრიობამ, რომ უცხო პლანეტელთაგან რაიმე გაიგოს. ორმა მკვლევარმა კიდევ ერთი მარტივი კითხვა დასვა. რამდენხანს უნდა გადარჩეს კაცობრიობა იმისათვის, რომ უცხო პლანეტელებს მივაგნოთ? პასუხი 400,000 წელიწადი. ამ რიცხვამდე მივიდნენ გამოთვლების შედეგად, რომლებიც ეხებოდა galaktikაში ვარსკვლავთ წარმოქმნის ისტორიებს. პირველი ეხება თუ რამდენი დედამიწის მსგავსი პლანეტაა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი და რამდენად ხშირად შეიძლება ასეთ პლანეტებზე სიცოცხლე განვითარდეს, მოწინავე კომუნიკაციურ ცივილიზაციად. მეორე პარამეტრია დედავარსკვლავის ევოლუციის, რომელ ეტაპზე უნდა დაიბადოს კომუნიკაციური არამიწიერი ცივილიზაცია. საინტერესოა, საიდან გამოთვალეს 400,000 წელიწადი. თუკი არ ვიცით, რამდენი არამიწიერი გონიერი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩატარებულმა ერთმა კვლევამ 2020 წელს დაასკვნა, რომ ილმის ნახტომში სავარაუდოდ 36 არამიწიერი ცივილიზაცია უნდა იყოს. ამას გარდა ჩვენ გვჭირდება კიდევ 2000 წელი გადარჩენა, რათა მივახციოთ ორმხრივ კომუნიკაციას. ეს არის ოპტიმისტური სცენარი, რომელიც სამყაროს სხვა კეთილის მსურველ მეგობრულ ცივილიზაციათა დასახლების ადგილად აქცევს. ვინ იცის, იქნებ ზოგიერთი მათგანი იქნებ უკვე ესაუბრა ერთმანეთს და ჩვენ უბრალოდ მათთან შეერთება გვჭირდება.